ჩვენ ახლა საუბარი უნდა განვაგრძოთ უკვე ჩვენს მომდევნო სტუმართან და რასაკვირველია თავარი სასაუბრო თემა არის სწორედ ის ქართული ოცნების პროპაგანდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკვე დაწესებული უკვე დადგენილი დედლაინი 31 აგვისტო როდესაც რის შემდეგაც უკვე სავარაუდოდ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქაბატონინო, მოკლედ მოდით აი ამ პროპაგანდით მინდა რომ დავიწყო ზუსტად ქართული ოცნების ამუშავეს არჩევნების წინ ძალიან კარგად მოდით ვთქვათ ომი გინდა პროპაგანდა და ზოგადად მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდა მათთვის კარგად მუშაობს. ისინი ახერხებენ რომ ზუსტად იმ წერტილში დაარტყან ადამიანებს, სადაც ყველაზე მეტად მოწყვლადია. ახლა ჩვენ ხედავთ პროპაგანდას რომ ომშიც ჩაგვითრევენ, deep state-ი გაიმარჯვებს, ქართველობას წაგვართმევენ და პაპუაშვილს ან ვინმე სხვას კიდევ გაათხოვებენ თურმე თუ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა და ამაზე წავიდა ქართული ოცნება. რას ნიშნავს ეს პროპაგანდა და ვინ არის კიდევ ერთხელ აი თავარი სამიზნე ამ პროპაგანდის თქვენი აზრით? მოგესალმებით თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი პროპაგანდა, არა მხოლოდ მე ვფიქრობ, არამედ ეს მოცემულობა ასეთი ნებისმიერი სახის პროპაგანდა, რომელსაც ქართული ოცნება საქართველოში ავრცელებს, არის რუსული პროპაგანდა, რომელიც სწორედ გამიზნულად საქართველოში ვრცელდება ქართული ოცნების და მათი პროპაგანდისტული არხების საშუალებით, იმ მიზნით, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს თავგზა აუგნიონ, მაგრამ რაც თავარია, ძალიან გამიზნული რუსული კლიშეები გაავრცელონ, იმიტომ რომ რუსეთის ამოცანა მოცემულ ვითარებაში და აქამდეც ასე იყო, არის არა ის რომ თქვას რუსეთი როგორი კარგია, იმიტომ რომ ეს რთული დასანახებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის საქართველოში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმიტომ რომ მეტნაკლებად ყველა მიცის, რომ რუსეთი არ არის ის იმ პირობების ქვეყანა, სადაც შვილს თავისუფლად გაუშვებდა ბედნიერი იქნება. თვითონ რუსებმაც იციან, რომ ევროკავშირი ჯობია ნამდვილად. ყველა მიცის, რომ დასავლეთი არის ამ თვალსაზრისით უკეთესი ალტერნატივა. მათი ამოცანა არის სწორედ დასავლეთის დემონიზება, რომ თქვან რუსეთი კი არ არის გადასარევი, მაგრამ იქ შესაძლოა გაცილებით უარესი პირობები დაგხვდეთ, იქ შესაძლოა გაცილებით უფრო უარეს კომპრომისებზე მოგიწიოთ წასვლა, ანუ პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ამ ნაწილში არის ის, რომ რასაც ივანიშვილი ამბობდა, ხო, ამას წინათ გავრცელდა რაღაც მისი ძველი ჩანაწერი ერთ-ერთი, სადაც ის ამბობს, რომ დიდი უბედურება იყო საზღვრები რომ გაიხსნაო. კი ბატონო, შემდეგ რომ ხალხმა დაინახაო, რომ უკეთესი ცხოვრება არსებობს. ამიტომ გეუბნება, რომ უკეთესი ცხოვრება არ არსებობს. ამიტომ რუსეთი ცუდია, მაგრამ შეეგუე რაც არის, იმიტომ რომ ისიც ძალიან ცუდია, ისიც რაღაც ცუდ რაღაცებს მოთხოვს. ხო, და ისიც შემოაპარეს, რომ თურმე მტრის ხატი შექმნილია რუსეთისგან. ხო, სინამდვილეში თვითონ რასაც აკეთებენ და დასავლეთისგან 100%-ით ეს არის რუსული კრემლისეული პროპაგანდა, რომელიც საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ვრცელდება. იმიტომ რომ მათ პროპაგანდისტული არხები ჩაკეტილი აქვს საზოგადოებას, არ აქვს მათ მაყურებელს საზოგადოებას, არ აქვს შედარების შესაძლებლობა, თორემ ნახავდნენ, რომ ყველგან სადაც რუსული პროპაგანდა ვრცელდება, იდენტური კლიშეებით ვრცელდება. ეს არის ჩვენ სამეზობლოში თუ იმ ქვეყნებში, სადაც ახლა რუსეთი ცდილობს რბილი ძალით და აი ამ პროპაგანდისტული ომით საზოგადოებების და მენტალობაზე გავლენის მოხდენას და თქვათ ტანკის საპირწონეთ სწორედ იდეოლოგიზირებული ომი აწარმოებს. მაგრამ უვიზო რეჟიმი გაუქმება არის იმდენად დიდი საკითხი, რომელსაც მათ შორის თავის სამიზნე ჯგუფებში ამ პროპაგანდით ვერაფერს მოუხერხებენ. იმიტომ რომ განსხვავებენ ასე ვთქვათ ბრჭყალებში. ყველა თემა, რომელიც აქამდე ასე თუ ისე მტკივნეული იყო ქართული დემოკრატიისთვის, მაინც იყო გარკვეულწილად ან სექტორული, ან სეგმენტური, ხო? ეხებოდა ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არ ეხებოდა მთლიანად საქართველოს. ან ეხებოდა რაღაც ბიზნეს ჯგუფებს, რომელშიც ყველა თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა, ხო? რაღაც ცალკეულ მედიებს, რომელსაც ასევე ყველა ვერ აიგივებს თავის თავს. უვიზო მიმოსვლა არის სიკეთე, რომელიც პირველ რიგში შეეხო აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს საქართველოში და პირველ რიგში შეეხო იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან ელიტარულ ჯგუფებს.
მათ შორის დიდწილად ქართული ოცნების ამომრჩეველს, ანუ საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს, არა იმ პატარა ჯგუფს, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული და ამ რაღაც დიდი ჯიპებით და ბევრი ფულით რეალებს და რაღაცნაირ კორუფციულ გარიგებებში მდიდრდება და მდიდრდება. არამედ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც უბრალოდ იძულების წესით დაუყენეს იმედი და აყურებინეს და დააჯერეს, რომ კარგია ცხოვრება, მაგრამ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში მგზავრობენ, რომლებიც ქუთაისში ჩადიან თბილისის ნაცვლად, რომლებსაც შეუძლიათ მარტივი და იაფი ტარიფით გაფრინდნენ, მიიღონ ძალიან სასიკეთო მომსახურება და მომსახურებს თავი დაანებოთ გუშინ უსმენდი მათ შორის ეკონომიკურ შეფასებას. უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი აქვს ამ უვიზო მიმოსვლას იმის გათვალისწინებით, რომ გზავნილებზე მოდის ძალიან დიდი წილი ქართული ეკონომიკის. მათ შორის იმ გზავნილებზე, რომელსაც ქართველი გამოიმუშავებს იმ 90 დღიან პერიოდში, რომლის პერიოდშიც მას შეუძლია რომ ჩავიდეს ვიზის გარშემო. იარულადაც ამ ადამიანებისთვის ნინო მნიშვნელოვანი იყო ერთი ის, რომ აი თვითონ ქართული ოცნება ეუბნებოდა, რომ ღირსებით მიმყავხართ ევროპისკენ და თან ამდენი წლის განმავლობაში თავის დამსახურებად მიიწერდნენ, ხო, რომ აი ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც უვიზო რეჟიმი მოუტანა ამ ქვეყანას ასოცირება თუ კანდიდატის სტატუსი და აი ამით ამაყობდნენ და აცნობდნენ კი ბატონო კალაძის გათხოვებას ითხოვდნენ მაშინ და აი ახლა უცებ გადმოეწყო და თქვა რომ თურმე ამდენი წელი რაზეც ვაფუძნებდი ამ ჩემ პიარს და ამ ადამიანებს რითიც ვატყუებდი თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა და აი ახსე გადმოაწყო უცებ რადიკალურად შეცვალო ეს ყველაფერი ეს არ არის მარტივი ამიტომ ვამბობ და ვფიქრობ რომ ეს პროპაგანდა არის უბრალოდ რუსული პროპაგანდა, რომელიც საერთოდ არ არის სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი. ეს საერთოდ აღარ არის ის პროპაგანდა, მათ შორის ვიღაცას ჰქონდა ამას წინათ, ნუცა ბათიაშვილს ჰქონდა გავრცელებული რაღაც კვლევები, სადაც მაგალითად ეს LGBT ეკონომიკა როგორ არა, მშვიდობა როგორ არა, უსაფრთხოება რასაკვირველია. მაგრამ ეს LGBT პროპაგანდა საერთოდ არ ფიქსირდება მოსახლეობის რადარზე, იმიტომ რომ ეს არ არის საფრთხე, რომელსაც მოქალაქეები აღიქვამენ. უფრო მეტიც 9 წელიწადია ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ყველა მისის რომ არავინ იქ ძალით არ გაათხოვეს. არავინ რაღაც ქართულ მამრებს არ დაერია და ძალით ფატა არ ჩამოაცვა არავინ, ხო? ეს ადამიანები მოგზაურობენ ევროპაში 9 წელიწადია. ეს ადამიანები ფიზიკურად მოგზაურობენ, მუშაობენ, მეგობრები გაიჩინეს, ისწავლეს, საქართველოში დაბრუნდნენ, თანხა გამოაგზავნეს საქართველოში, ქართულ ეკონომიკაში წვლილი შეიტანეს. ამიტომ ეს საერთოდ აღარ არის იმ სამი ეს რო ყოფილიყო რაღაც კვლევებში ამოვიდა საკითხი, რომელიც ძალიან სენსიტიურია და ამას უნდა უპასუხო სახელმწიფო პროპაგანდით, საერთოდ არ არის ეს ასეთი საკითხი. ეს არის ტიპიური რუსული კლიშე. ძალიან რასაკვირველია, ეს არის ტიპიური რუსული კლიშე, რომელიც ემსახურება უბრალოდ დასავლეთის დისკრედიტაციას. ან შენ გაჩვენებს იმას, რომ ის ალტერნატივა, რომელსაც შენ ირჩევ, არ არის მომგებიანი, ამიტომ დაეტიე შენ ნაჭუჭში, იყავი ჩუმად და იქნებ არაფერი შეგეძლო. თან ნინო, ხო არ ფიქრობთ, რომ ერთგვარ ალიფსაც იკეთებს, იმიტომ რომ მოსალოდნელია, ძალიან დამსახურებული რისხვა ამ ადამიანების, რისხვა მათ შორის კი, აი ამ ქართული ოცნების ამორჩევლისგანაც, ხო? კი, სავარაუდოდ წინ სწრებით ქმნის აი ამ რაღაც თავის თავდაცვის რაღაცა ბალიშებს რომლითაც მას სურს რომ თავისი პოლიტიკა გაამართლოს იმით რომ ობიექტურად უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, არ იყო ასეთი მაღალი რამდენიმე თვის წინ, ეს ალბათობა გაიზარდა და სულ უფრო მეტი მომხრე შეიძინა ბოლო კვირების განმავლობაში დასავლეთში, რაც არის არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა და არა მხოლოდ მტკივნეული ქვეყნისთვის, რომელმაც ამდენი წელი ამისთვის იშრომან, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებმა, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ჩვენ იქ მივსულიყავით, რომ უვიზო მიმოსვლა მოეპოვებინა საქართველოს. არამედ ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემა შეექმნება ქვეყანას უვიზო მიმოსვლის პირობებში. თვითონ ქართული ოცნება წინა პლანზე წევს ტურიზმს როგორც მთავარ ინდუსტრიას. გამყვან ტურიზმს ობიექტურად ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ მათი ყველაზე მთავარი საყრდენი იყო იაფი ფრენები და უვიზო მიმოსვლა და მათ შორის ის რომ ვიზებში მოსაქმეები და ეს ყველაფერი აზრს კარგავს და გარდა ამისა ნინო არის მთავარი
მთლიანად გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ის გეოპოლიტიკური დანაკარგი, რაც მართლა ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ძვირი დაუჯდება მთელ სახელმწიფოს მომავალი წლების თუ შეიძლება 10 წლეულების განმავლობაშიც კი. პრაქტიკულად ეს ხომ უვიზო მიმოსვლა არის პოლიტიკური გაგრძელება, იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების რაკურსაც ირჩევს სახელმწიფო და თუ შენ პოლიტიკურად აღარ მიდიხარ ევროპისკენ და ევროპაში, ფიზიკურადაც ვეღარ მიდიხარ ევროპისკენ და ევროპაში. აი მე წინასწარმასაც ვკითხე და თქვენგან მაინტერესებს ძალიან ამ კითხვაზე პასუხი, რადგან თქვენ თქვით, რომ აი ეს საკმაოდ რეალურია, 31 აგვისტო არის ეს თარიღი. ეს როგორ ფიქრობთ, ეს დედლაინი არის ქართული ოცნებისთვის? ანუ ვინმე ელოდება, რომ შეიძლება 31 აგვისტომდე გამოსწორდეს ქართული ოცნება და რუსული დავალებები აღარ შეასრულოს, თუ ეს დედლაინია ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რა სახის, როგორ ფიქრობთ? ალბათ ორივეს მისამართით, მაგრამ პირველ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ცალსახად ევროპის დედაქალაქებში არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ოცნება თავის კურსს შეიცვლის ან გადახედავს, ნებაყოფლობით არ არსებობს. ეს არის ის დედლაინი, რომელსაც ეს არის დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან დიდი ხანია მსჯელობს დასავლეთი და მათთვისაც ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა და ვიზა ლიბერალიზაცია იყო ინსტრუმენტი, რომელიც იყო აი ამ დიდი ასოცირების პროცესის ნაწილი. ასოცირება გულისხმობდა რას, რომ ევროკავშირის ინსტრუმენტებს და ინსტიტუტებს ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ინდუსტრიები უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირის დახმარებით, ამავდროულად ეს ასოცირების და ასიმილაციის პროცესი უნდა მომხდარიყო ინდივიდუალურ დონეზე. უვიზო მიმოსვლა იყო განაცხადი ევროკავშირის, რომ ჩვენ ვართ ერთნაირები, ქართველები არიან ევროპელები, ჩვენ ერთმანეთისგან არ გამსხვავდებით, ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს არ განვიხილავთ როგორც პრობლემად, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ინდობიან, არ წარმოადგენენ ჩვენთვის იმაზე მეტ ვიდრე წარმოადგენს სხვა ქვეყნები და ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ, გავცვალოთ ურთიერთკულტურა, გავცვალოთ ურთიერთგამოცდილება და ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ერთმანეთის როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ეს არის ასოცირების პროცესი, ხო, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიებს, მაგრამ ამავდროულად ინდივიდებს ეხება. გაჩვევენ იქაურ ბაზარს, ის ეცნობა შენს კულტურებს და ასე ცდილობს ამ ჰარმონიზაციის პროცესის წინ წაწევას. ახლა ასოცირების პროცესი თუ აღარ მიმდინარეობს და თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. აღარ მიმდინარეობს, იმიტომ რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ ჭრილში აღარ განიხილება დამოუკიდებელ მოთამაშედ. საქართველოს განიხილება როგორც მართლობის ერთეულად, რომელსაც მართავს რუსეთი. რუსეთი ამავდროულად არის მათი დეკლარირებული მტერი, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკები დასავლეთში ეწყობა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში. ანუ ეს გულისხმობს რას, რომ მათ რომ საქართველოს ევროკავშირში მიიღონ, ამით ფაქტიურად პუტინს იღებენ საქართველოში, ხო? რა საკვირველია, პუტინს არ მიიღებენ დღეს საქართველოს გზავნით. უვიზო მიმოსვლის ასევე პარალელურად ევროპის გადმოსახედიდან ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა არის ის, რომ რუსებისთვის ფაქტიურად კონვეიერით მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების დარიგება, რაც მათ გზას უხსნის, რომ შევიდნენ დასავლეთში, მაშინ როდესაც ეს სახელმწიფო არის ამ წუთას სანქციების ქვეშ. ანუ ეს არის გაცილებით უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ის, რომ ჩვენ აქ ვფიქრობთ, რაიმე რატო გვექცევიან ახლა ასე ცუდად. არ გვექცევიან ცუდად. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს ძალიან დიდ ტვირთს, მათ შორის მათი გადასახადის გადამხდელისთვის, რომელიც ძალიან დიდ თანხებს გაიღებს საქართველოს დახმარებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში და ახლა შესაძლოა რომ მტერი შეუშვას თავის რიგებში. ხო, ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორია, რაც უსაფრთხოების პრობლემა. ეს პრაქტიკულად სანქციებისთვის თავის არიდებაში ხელშეწყობაა. პოლიტიკის დონეზე, ისე კი არა რომ ვიღაცა შემთხვევით ცალკეული მოქალაქე სადმე გაძვრა. საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკაა, რომ სანქცირებულ პირებს, სანქცირებულ ტვირთბრუნვას, სანქცირებულ ფინანსებს მიმოქცევის შესაძლებლობა მიეცეთ სწორედ დასავლეთის არაბულ ქვეყნებში და ჩინეთში მაწიწეაც უშვებენ. სწორედ დასავლეთში შეედინებოდეს არალეგალური ფული და არალეგალური მიგრაცია, ამ შემთხვევაში სანქცირებული და კრიმინალური. ამიტომ და დერეფანი, რომელიც სულ ბოლო პერიოდში სულ არის თემა, რომ დერეფანი არის უკონტროლო, ნარკოტრაფიკინგი არის სერიოზული თემა, რომელსაც ლობირებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქართული ოცნება. ეს არის დიდი უსაფრთხოების პრობლემა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებმაც საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება ამ ფორმით მიიღეს, მაგრამ მაინც ტოვებენ აი ამ არ ვიცი ფორას თუ პერიოდს, როცა ეს შესაძლოა ჯერ კიდევ იძულების ბერკეტად განიხილებოდეს დასავლეთში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ არ აქვთ არანაირი ილუზია, რომ
ნებაყოფლობით აქ რამე შეიცვლება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის თავისივე საყრდენის შესაძლოა მხარდაჭერის საფუძველი გამოეცალოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ყველას შეეხება და არა ცალკეულ მოქალაქეებს და არა ვთქვათ პოლიტპატიმრებს ან რაღაც იმ ათასობით ადამიანს, რომელიც თბილისის ქალაქში დგას, არამედ თითოეულ მოქალაქეს, თითოეული მოქალაქის შვილს, თითოეული მოქალაქის შვილის მომავალს, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც დღეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთში მას უშველიან საქართველოში ვერ იღებს სათანადო მომსახურებას, ეს შესაძლოა ვარაუდობენ ისინი, რომ შედარებით მყიფე ნიადაგი აღმოჩნდეს ქართული ოცნებისთვის, რამაც შეიძლება მათ უბიძგოს, რომ განსხვავებული მოლაპარაკების ფორმაში შევიდეს. ამავდროულად რასაკვირველია, ეს არის დემოკრატიული მოძრაობისთვისაც გზავნილი, რომ მე არ მგონია ვინმეს მოლოდინი ქონდეს, რომ იმაზე მეტად შეუძლია ქართულს იბრძოლოს დემოკრატიისთვის, ვიდრე ამას ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს. კი ბატონი, ქართველებმა შეუძლებელი დაანახეს და ეს არის დამსახურება ამის დამსახურება ის რომ ღიათ ამბობენ რომ ეს არის რეჟიმი და ეს არის არალეგიტიმური ძალა. მაგრამ ალბათ ჩვენთვის გზავნილია რომ გამძლეობა შევინარჩუნოთ. ხო, კი ბატონო და ნინო ბოლოს მაინტერესებს, აი რა შეიძლება, ანუ აი რა იქნება ახლა მაგალითად, მოდით აი ცოტა ისეთ გადავიდეთ ფანტაზიის სფეროში და ვთქვათ ბოლოს ის რა უნდა გააკეთოს ახლა ქართულმა ოცნებამ, რაც იქნება მნიშვნელოვანი შემოტრიალების წერტილი, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, რაც გააუქმებს აი ამ დედლაინს 31 აგვისტოს. მე მგონი ძალიან ღიად და მკაფიოდ ითქვა ამასობაში რა პირობებია ეს და ეს არის ორი ფუნდამენტური პირობა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ახალი არჩევნები ჩაიშლეს. ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ან ახალი საპარლამენტო არჩევნები, ლეგიტიმაციის ახალი ტალღით და პირობებით და იმ პირობებში ჩატარებული არჩევნები, რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრებს გარეთ და არა პოლიტპატიმრებს განეიტრალებულს საპატიმროებში, ანუ თანასწორ უფლებებში, მეტნაკლებად რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები. ხო, აი ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა. სინამდვილეში ძალიან მარტივია. უბრალოდ ბიძინა ამას ქვია ერთი სათაური, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დათმოს საკუთარი ძალაუფლება და საკუთარი ინტერესები ამ ქვეყანაში, იმისთვის რომ გადარჩეს ქვეყანა. აი ახლა ამ წუთებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მთელი ქვეყანა ამ ქვეყნის მომავალი არამედ ყველა ვინც მას უმაგრებს ზურგს და ამას უმაგრებს ზურგს არა მხოლოდ აი ეს რაღაც ბულიანი კორუმპირებული საზოგადოება, არამედ მათ შორის ის მოქალაქეები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩუმად არიან. კი, ჯერ კიდევ მდუმარე დეგუებიან და ეს ძალიან დიდი პრობლემა. და ეს მომავალი იქნება ძალიან მძიმე თუ დროულად არ ყველასთვის. იმიტომ რომ წამზომი ჩართულია, ნამდვილად ჩართულია. კი ბატონო, დიდი მადლობა ნინო, ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.